არ გამოტოვოთ. კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამომშვიდობის რადიო იმედის ეთერში გადაცემა კატოს საღამოების ეთერ სტუდიაში მუშაობთ მე კატო და ხმის რეჟისორი ნინა შალამბერძე, სტუმრად კი გვეწვია მხატვარი ლევან ლაღიძე. ბატონო ლევან, საღამომშვიდობის. Ორმეც მადლობა სწორად მობრძანებისთვის და ჩემს მართლა ძალიან დიდი პატივია ჩემი ყველა სტუმრის სტუმრობა, მაგრამ არის ხოლმე რაღაცა ორმაგად დიდი პატივი და ამ პატივებს შორის ჩავთვალოთ თქვენი დარბაზობაც და მე თქვენთვის კითხვები შევარჩიე თქვენივე ტილოების სათაურების მიხედვით და მოდით დავიწყოთ როგორც არის ერთ-ერთი თქვენი ტილოს სათაური დასაწყისი, ოღონდ ამ შემთხვევაში დასაწყისი იყოს 19:05. Თქვენი დაბადების თარიღი. გასაგებია. ეხლა მე პირველ რიგში ვიცი რომ რაღაც აუცილებლად ჭკვიანური უნდა თუ გაღრმა აზროვანი და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა უცებ თავში რაც მომდის, რახან შევთანხმდით რომ ესეთი ცოცხალი საუბარი იყოს და ყველას მირჩევნია მე ცოცხალი და გულახდილი საუბარი. ეხლა უცებ მომივიდა ის რომ ნამდვილად არ ვიცი 19:05-ში დაიწყო თუ მანამდე დაიწყო ან როგორ ხდება ხოლმე, მაგრამ ეს ჩინელები ითვლიან, მე მგონი ესე ხო ეთქვი რაც იგულისხმება. არ ვიცი, მაგრამ იცით რა არის ხდება ხოლმე ცხოვრებაში რაღაც ის, რასაც მე კი არ ვამბობ რომ ეს. მე ალბათ მე ვეცდები რომ ავხსნა რომ აქ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ ვიყენებ თავს, მაგრამ ხდება ხოლმე რაღაცები შემოქმედებაშიც და ცხოვრებაში, როდესაც ხვდები რომ ეს შენი ბიოგრაფიიდან არ არის აშკარად. მანამდეა. Déjà vu. რაღაცის მემკვიდრე ხარ. ხო. და ხელოვნებაში მithumedes. რაღაც იყო ძალიან ძვირი, მაგრამ დასაწყისი ეგეთია. როგორ არის იცით? ზუსტად არ იცი როგორ დაიწყო, მაგრამ იცი რომ უნდა ყოფილიყო რაღაც პირველი ნაბიჯები და მე თავს რო აღმოაჩენ გზაში, გინდა რომ გაიხსენო. სხვადასხვა რამე გახსენდება. და ის ყველაფერი გონია რომ ის იყო პირველი ნაბიჯი, მაგრამ მეორე დღეს რაღაც სხვა გონი და ვიცი არ არის ეს დასაწყისი 19:05 კარგია, დამოუკიდებლადაც მიყვარს მაისი. ჩემი რო არის მაგიტომ არა. არა, ხომ მე მეგონა. მარტო მაგიტომ არა. ისე მიყვარს, რა ვიცი, რაღაცა აქვს ამთვის. რაღაც ეჭვი მაქვს, რომ ცოტა ხა ფსიქოლოგებს რო გითხო, მაინც არ დადეგებისკენ მივდიოდით ბავშვობიდან და შეიძლება მაგიტომ. და კლასში ჩემი დაავადების უხარო და ძალიან, იმიტომ რომ ნელ-ნელა იქით იყო უკვე რა ზაფხულის. ბევრი სამეცადინო რო აღარ იყო, ხო? ხო, ნუ ეხლა საშემოდგომო ჩვენ კლასში იშვიათად გქონდათ ხოლმე ისეთი. და აი დასაწყის რომ მივუბრუნდეთ ისევ მანამ სანამ ეს ახალი ხედი გადაიშლებოდა აბაშიძის 95 ნომერში და სანამ თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში იწყოდით რომ ფერწერა ფერთა გამოჩენის ხელოვნებაა, ჩემთვის კი ის ფერთა დამალვის ხელოვნებაა, ფერი უნდა დამალო რომ ნახველის პროვოცირება მოახდინო და ეძიოს ის რაც შენს ნახატში დამალე. აი სანამ ამ დამალობანას დაიწყებდით, მანამდე როგორ დაუმეგობრდით პირველად ფანქარს, ფუნჯს, თუ ფლომასტერებით დაიწყეთ, თუ როგორ იყო ეგამე? არა, ფლომასტერი მაშინ არ იყო არც ეგეთი ახალგაზრდა, პირველი ფლომასტერები ეს რაღაც სხვა არის. მე მგონი ფერადი ფანქრები იყო. რაღაც კარგ ადგილას მოხვდი, იმიტომ რომ რაღაც ისეთი რაღაცები გახსოვთ, რაც კომპლიმენტალურია ჩემთვის, იმიტომ რომ როგორც წესი რაღაცას როცა ამბობ, ძალიან პატარა ტირაჟისთვის პირას გულისხმობ, დიდ დისტრიბუციას არ ვეძებ, იმიტომ რომ მხატვარი არ უნდა ეძებდეს ახლა დიდ ტირაჟებს. ეს არ არის პროფესია, რომელიც ძალიან დიდ სივრცეებს გაზიარებისას გულისხმობს. ნუ თუ სწორად გავიგე, ნუ როგორ მოხდა, არაფერად ფანქრებით. სხვათა შორის როგორც წესი ჩვენთან აი ბავშვობაში მახსოვს რომ გაქებენ რა ვირა კარგად დახადა გურგავს და ასე შემდეგ და ეს кайხანი მიყვება თავიდანვე რაღაც თითქოს ვერ ხვდები ამაში რა იგულისხმება და შემდეგ უკვე ზრასულას ხებში როცა გაცნობიერებას იწყებ და მე უკვე როდესაც პროფესიულ გზას გაევლი მე ხვდები რომ აი ბავშვურ ნახატებში ზუსტად ის არის ძვირფასი რაც უფროსებს ნაკლებად მოსწონთ ანუ რაც უკვირთ ნაკლებად ამიტომ თვისება ზოგჯერ არის სრულიად ფენომენალური ბავშვობაში არა ადამიანი რაც უნდერკინდულად ხატავს მაგრამ მხატვარი არ შედგება და რატომაც უკვირთ აი როგორ არ გამოვიდა მხატვარი ნებისმიერ ხელოვნებაში ეს არის იმიტომ რომ
ну მე ესე მგონია რომ ხელოვნებაში შემდეგ ხდება გადამოწმება, შემდეგ გარკვეული ვერ ავწდები ახლა ასეთ სიტყვებს, იმიტომ რომ რაღაც გაღება მსხვერპლის, რაც შეგნებული ნაბიჯია და რაც ბოძებული არ არის აჩუქრად და ამიტომ ის მონაცემები ისეთი რამეა, აი ძალიან რთულად განსაზღვრია რომ რა არის სინამდვილეში ნამდვილი მონაცემები ხატვრის. მუსიკაში უფრო ადვილია. და თვითონ ნიჭი ჩვენ საუბრობდით კიდეც ერთ მიღმა რომ ეს საკმაოდ ისეთი საჩუქარია რომელსაც ერთ ჩემ პროფესორი როგორც ამბობდა როცა რომელი მეჭკვიანი სტუდენტით აღლითობდა და ყალთაბანდობდა და არ მეცადინებდა სათანადოდ ის ამბობდა რომ თუ კი იმას არ გაამრავლებ რაც შენ გაქვს ნიჭა და ამას მე უკან წაგართმევენ ისევ და იყავი შენთვის ესე ეხლა ეს ერთ-ერთი რამ არის დეფინიცია ნიჭი რომელზეც მე ასე თუ ისე გარკვეული უფრო ცოტა მყარი აზრი ჩამომიყარებ და მით უმეტეს ჩვენ სივრცეში ნიჭი ისევე როგორც გემოვნება რა ამით აპელირება არის უხერხული რა მე ვფიქრობ იმიტომ რომ ეს არის ის რაც საუბარი ან რაც კრიტერიუმებად ჩამოყალიბება და რაღაცა უსაგნოა იმიტომ რომ აი მარგალიტად ნიჭიერია მაგრამ რაღაც ეს მაგრამ უკვე გულისხმობს რაღაც არ განხორციელებს განუხორციელებელი ნიჭი კიდე არ ვიცი მე ხა ის როგორ სადიზომება ნუ რაღაც ფორმატში შეიძლება ამას ააქ აზრი მაგრამ სინამდვილეში მე არ ვიცი აი ნიჭიერი იყო მირო მატისი არ ვიცი აი ადრეულ ნახატებს ზოგი მხატვრისას ნახავ და ვერ მიხვდები რომ რა მოხდა ეს სასწაული მე შემდეგ ნუ არის რა თქმა უნდა ეხლა ნუ მე არ ლაპარაკობ ისეთ ღვთითბოძებულო ესეთ იმაზე რომელსაც შეიძლება პიროვნულად არც გადამოწმება დაჭირდა არაფერი აი პირველივე ნახატი შედევრი იყო ფიროსმანის და ასე ბოლოც ასეთივე ანუ მას არ ქონდა ესეთი პროფესიული განვითარების გზა ის თუმცა პროფესიონალი იყო არ იყო ეს პრიმიტივი ეს არ იყო თვითნასწავლი მხატვარი ეს პროფესიონალი მხატვარი თავისი არსით არის პროფესიონალი ანუ ბიოგრაფიით კი არა სადმე ისწავლა და ეს არ არის ქალაქის მხატვარი ხო თქვენ როგორ ხალისობდით არა მე არ მესმის საერთოდ როგორ შეიძლება ჩემთვის კნინობით ხე ქალაქური არ ვიცი მე რას ნიშნავს აი თამაშ ჩხენკელს ჰქონდა ძალიან კარგი სტატია დედაქალაქი უნდა ვიხმაროთ ქალაქური ეს არ ვიცი მე რა არის იმიტომ რომ იცით რა არის შეიძლება არსებობდეს რაღაც სტილისტური რაღაც საზომები სადაც ნუ თუ არ ჯდება galaktioni ამ საზომში თუ არ ჯდება დავით კაკაბაძე თუ არ ჯდება ვაჟა-ფშაველა რა არის ეს კლინობითი ქალაქური ესეთი რომ რა ღირებულება სადაც ჩვენ ვერ მონაწილეობს ეს ხალხი ხო რომლებიც გამერწონებით რომ შეიძლება ითქვას რომ ჩვენი გზამკვლევები არიან არა უბრალოდ კულტურაში საერთოდ. ამიტომ ახლა მარტივად რო გითხრა ფლორენციაში რო თქვას ვინმე ქალაქურიო და მე ახლა ამას კი არავის არ ვაკინებ. უბრალოდ არ მგონია რომ ეს დეფინიცია სწორი მოფიქრებული არის. ანუ რაღაც აკლია. უფრო მეტად ჩემთვის არა უხსნიათ სინამდვილეში რაზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ ან მე ვერ გავიგე, იმიტომ რომ ახლა მე რო მითხრას ვიღაცამ ფლორენციელმა რომ იცი ჩვენთან არის ქალაქური მხატვრობა და აი ამ ჩარჩოებში არ ჯდება ბოტიჩელი, ჯოტო, არ ჯდება ლეონარდო, არ ჯდება დაუშვათ ბრუნელესკი და აი მე ალბათ გამიკვირდება რომ რა აქვთ ეგეთი ესეთი ქალაქური რომ ეს ხალხი ვერ ეღირსა ამ წოდებას. ამაში არ ამ ჩარჩოებში ვერ მე ვფიქრობ ცოტა აკნინებს მე მგონი ხა ვიღაცას რომ ეს ნამდვილი ქალაქური დედაქალაქური რაღაც სხვა კრებითია მეტია და ჯენ ნიჭიდან გამდინარე აუცილებლად რაღაცა თვითონ ქვეკითხვასავით ჩნდება თუმცა აი ნუც ეს უნდა დაუთმოთ რადიო იმედის ეთერი საინფორმაციო გამოშვება გელი თქვენ წინ და შემდგომ ისე გავაგრძელებთ საუბარს ლევან ლაღიძესთან ერთად არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე გრძელდება ჩვენი გადაცემის სტუმარია მხატვარი ლევან ლაღიძე და ჩვენ ვაგრძელებთ მასთან ერთად საუბარს და მოდით ესე იგი გადავიდეთ იმ ამბებზე ნიჭიდან ნუ შეფასებას აღარ გითხავთ კრიტერიუმი აქაც თქვენ არ გაქვთ საკუთარ თავზე
ინტერვიუში თქვენცასში ისევ და ისევ ხალისობთ, რომ კარგად ხატავთ და ცუდად მაგას ვერ ვიტყვი, უბრალოდ ხატავ. და შესაბამისად ესე იგი თქვენი შინაგანი კრიტიკოსი ძალიან მკაცრი ბიჭი უნდა იყოს. შინაგანი კრიტიკოსი? სულ არ ამყავს. იმიტომ რომ აზრი არა აქ არანაირი. იმიტომ რომ ნიცით როგორ იყო? იმდენად ვეთანხმებოდი ამ შინაგან კრიტიკას, რომ დავანება თავი ბოლოს. და ასე ვთქვათ, მოვეში. იმიტომ რომ თვით დამკვიდრების გზა არ ყოფილა ეს საბოლოოდ რო დავწუნდი შემდეგ. როგორც თუ ახლა ამ კითხვის შინაარსზე ჩავწვდი და მე ხა თავი მართლა უნდა ვიმართლო რაღაცებზე. მოდი მარტივად ვთქვათ რა. დიახ. გამომივა ხა გამეორება გარკვეულწილად. მაგრამ აი როგორ არის თვით აი გემოვნება, ვიტყვით გემოვნებიანი ადამიანი და მე ვიტყვით ადამიანს აი როგორი სტილი აქვს, ხო? აი ამ ორ რაღაცას შორის არის დიდი გზა. გემოვნება მოგეცება, სტილი უნდა მოიპოვო. ამიტომ სტილის დაცვა არის ძალიან კარგი რამ და აუცილებელი. ამიტომ მე აქ ხასიათით მონაწილეობს. როცა ჩვენ ვამბობ, მე როცა ხა ვამბობ სტილი, ამაში მსოფლმხედველობრივ სულისხმობ. და ერთხელ მივხვდი, რომ ეხა თუ შეხედავ რელიგიურად, ალბათ აი ქენჯნა ყველას შეიძლება მიეცეს, მაგრამ სინანული ისეთი რამ არის რა, საკუთარი ძალისხმევა უნდა მონაწილეობდეს. მოკლედ, როგორ არის, კარგად ხატავ, ცუდად ხატავ კი არა. ეხლა არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც აი მიხვალ ადამიანი იქამდე წაშლა თუ შეგილია. წაშალო. აი ტოლსტოის აქ რო წერალის კი არ არის ვიც წერს. აი წაშლა თუ შეგილია. მე ბევრს ქონია ესეთი გამოთქმა და რაღაც ასაკში ამას ვერ ხვდები. თვითონ თუ არ გამოცადე, არანაირი სენტენცია, არანაირი გამონათქვა მე ლამაზ და გეჩვენოთ. აი როგორც სხერპლის გარეშე ვერ შეიმეცნებ, ხო? შემოქმედება არ არსებობს. როგორ ეხარ, ახალგაზრდა ხარ, გონი არა ხარ სხერფლი რაღაცა, არა მაგარია, არა? მაგრამ სინამდვილეში შენ ვერ ხვდები, ეს მოგწონს. თუმცა რაღაც არის შემდეგ, ვფიქრობ, რომ იმარა თუ ეს რაღაც ისეთია კომფორტი, რაღაც ფუფუნება არის, მაინდა-მაინც ძალიან არ გაინტერესებს ეს ფუფუნებითი საგნები, როგორ ითქვა შეიძლება მოგეწონოს, მაგრამ შენ იმდენად არ გაღელოს და ეხა რაც არ გაღელოს, არ გაიტანს სხერფლად უნდა გაიღო. ხო? ისევ რო არ გავაგზავნო და არ გავმეორდე, მოდის რომ როდესაც კი დავცილდი ეხა თქვენ კითხვას, მაგრამ რა მოხდა? მეც კითხვები მაქვს, სინამდვილეში პასუხები არ მაქვს. იმიტომ რომ პასუხი არ ამგონია რომ ლეგიტიმური იყოს. ყველა კითხვა ლეგიტიმურია. პასუხების ლეგიტიმაცია ძალიან ძნელი გასარკვევია, რომელი პასუხია. სინამდვილეში პასუხი. ამიტომ აი კითხვების ძიებას მივყვეთ იმას, რომ რატო არის ფერი უნდა დამალო. იმიტომ რომ აი საიდუმლოს მომენტი გარკვეული მე არ ეხა მისტიფიცირებას არ ვაკეთებ. რაღაცა იდუმალი, რაღაცის მსახურება, რაღაცა უნდა ამოიცნო. რა პროვოცირება ამ გაგებით სწორი კარი გაგებით პროვოცირება. ადამიანი რომ თანამონაწილე გახდეს შენი კაი ზიაროს, მას უნდა გქონდეს შენ უნდა მისცემა საშუალება რომ მანაც ეძებოს, ხომ ეს მე თანამონაწილეს გულისხმობ, აი იმ საოცარ ხალხს, ვინც შენ ჭირკედელაობას სერიოზულად აღიქვამს და მართლა შენ გვერდით დგას. ხო, არ ვიცი, აი ჩვენ მანამდე ვთქვით ესეთი რამ, რომ აი მე რადიოში რო უსმენ ხოლმე რესპონდენტს და აი რო საუბრობენ, მაინც დამყვება ის, რომ ეს ორი ადამიანი ხა შეხვდა და მანამდე არაფერი არ უკითხავთ ერთმანეთის, მაგრამ როგორც წესი ხა ხო არის ეს, რომ გარკვეული მოტება ყოველთვის ხდება და როცა ვამბობთ, რომ მანამდე ვთქვით, ჩვენთვის ასე ამონო აღმოჩენა იყო, როდესაც თქვენ რამოდენიმე ესეთი კითხვა დავსვით, რომელიც მე მართლა მაინტერესებს ეს კითხვები. და თუ ეხა სწორად მაშინაც მიგიხდით,
მეც ამაკ ეკითხა რომ აი როგორ არის რომ შენ სურვილი გიჩდება გასცე დისტრიბუციას არ ეძებ, აბა ვინ არის მისამართი, ხო? რა მისამართს, ესე იგი მარტო ადამიანი მაინც არასდროს არ არის. ადამიანი მარტოა, მაგრამ ამავე დროს ეს მარტოობა არის როგორც ყველაფერი შეხეთ, ყოფითაც შეიძლება რაღაც სივრცეში მარტო იყოს, როცა ის იმ საზღვარს გადავა, სადაც უბრალოდ იმ ტერიტორიაზე, ასე შემოქმედებითი ტერიტორია ქვია, თვითონ პროცესი, მაგრამ შემდეგ აუცილებლად მონაწილეობს, აქაც კი მონაწილეობს, რომ ადამიანურად ვამბობ მე უმისამართო მაინც არ იქნება, მაგრამ მაინც ვიღაცას კონკრეტულადაც შეიძლება უნდა გინდა ეს სურვილი, ძალიან ბუნებრივი სურვილი, არა მასებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პროფესიაზე ვამბობ, ეხლა ტელეწამყვანი რო ხარ და ცოტა ხალხი რო გიცნობს არ ვარ. არის პროფესია, სადაც არ შეიძლება რომ 1-2 კაცს მიმართო. თუმცა კაი ტელეწამყვანი მაინც კონკრეტულად ადამიანს მიმართოს, შეიძლება მილიონს მიმართოს. ასეთი დიდი ტირაჟი იყოს, მაგრამ თუ კი შენ გძნობ რომ შენ მოგმართოს, ალბათ ეს პროფესიონალიზმის ნიშანია, მაგრამ სინამდვილეში არ შეიძლება გამზიარებინე მხოლოდ 100 ყავდეს. ნუ სახიობსაც ალბათ მეტი მხატვრობა, მაინც ისეთი აი შენთვის ჭირკედება, პროცესს გულისხმობ. მერე მოდის ექსპოზიცია და ვის, ნუ აი მე კონი წინსწრება წავედი, ახლა გადახტომები, ახასიათებს კომპოზიციასაც ესე ვხატავ ხოლმე და აი ახლა გეტყვით ერთხელ გალერეა რომ მქონდა ეხლა ქირაუდით გალერეას ერთი რუსულენოვანი ქალი იყო, ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ნუ რუსულად საუბრობდა და ჩამოსული იყო ნიუ-იორკიდან და მანანა ჩემი მეუღლე იქვე ბეჭდავდა. ბეჭდავდა კი არა, ნუ რაღაც კომპიუტერში რაღაცას აკეთებდა, სლაიდებს ალაგებდა, რეპროდუქციებს ალაგებდა, ნუ ჩვეულებრივი სამუშაო რუტინული დღე იყო გალერეის. და მე და კიდევ ვიღაც 1-2 ჩვენი მეგობარი გალერეის შემოგვერთა და ეს ქალი ესე დაინტერესდა რაღაც მისმეს და მე დამავიწყდარებას ადამიანი ხო ეს კონტექსტი არ იცის მე როგორ ლაპარაკობ ეს და ველაპარაკებსი აბდაუდად გადავხტები გადმოხტები აგეთიკი და ეტყობა მანანამ შეამჩნია რომ ეს ქალი ცოტათი დაძაბულად ცდილობს რომ გამოვყვეს და ხა აზრს რომ მოყვება და შემე გადახტები და რაღაც ასე ვთქვათ ვერ გამოვყვა და ძალიან კარგი ფრაზა თქვა ხა არ მინდა რომ ძნელია, მაგრამ თუ შეიძლება ეხა რუსულად უთხრა რომ ლევან სამსიბია პირიბივაით რაც მე მინდოდა მე გამეკრა ასე ვთქვათ ეს გამონათქვამი და მომეწონა. როგორ უნდა გადასაკუთარი როგორ უნდა საკუთარ თავს აწყვეტინებს, ხო? საუბარს ესე გამოდა. თვითონ აწყვეტინებს საკუთარ თავს და გადადის სხვა თემაზე. ისე რა მშვენიერი იდეა შეგეძლოთ გამოგეკრათ, მოგურსათ. რამდენი რამის გამოკრა მინდოდა. მაგრამ ბუნებით რა არის, იცით, რამდენადაც არ უნდა იყოს შინაგანად, მე ვგიჟდები გარკვეულ ეპატაჟზე და იმაზე, მაგრამ მომწონს, მაგრამ დარგობრივად მე უნდა გძნობდე, ან ამას თავის ასაკი აქვს. როდესაც შენ აი უფრო მაგრამ ყოველთვის მიყვარს აი ესეთი რამეები რაც აი პროვოცირებას რაღაცა ისეთი რაც აი იმ კონტექსტში უცებ რა თითქოს არ იგული ხომ მოულოდნელია. ნუ ეხლა ელემით ეს აი ფარული კამერის იმას გავს, მაგრამ სინამდვილე დაუბრუნდეთ ეხლა ისე უკან ფერი უნდა დამალო. ფერთა დამალოს ხელოვნებაა ფერწერა, იმიტომ რომ გამოჩენა, ფერთა გამოჩენა ეს რეკლამა, ეს ფერთა გამოჩენა ეს ცოტა სხვა დარგია. აქედან გამომდინარე რაღაც საიდუმლო, რაღაც მარადიულთან ჭირკედელაობაა ეს, რომელიც არიცი და ნახველი შეიძლება ეხლა მე აღმოვაჩინე მართლა არ არის საკუთარი აზრები, არ უნდა დაიკვეხნო კრეხელობა და მე პოულობ პარალელებს, მართლა ეს ბოტში რო ჩადებ წერილს და ოკეანეში გადააგდებ. სად გარიყავს, მაგრამ გარიყავს სად მე აუცილებლად. ანუ ვინ იპოვის არიცი, მაგრამ მისამართისთვის აგდებ მაინც. ამ ბოტს რო რანაპირზე გარიყავს, როგორ არის. და ეს უკვე მაინც გაზიარება. თუმცა
ნამდვილად არ ვიქნები გულახდილი, რომ არ ვსქვა, რომ ადამიანები, რომლებიც გვერდით გიდგანან, იზიარებენ, მოწონთ, რომ გძნობ, რომ ის მართლა თანამონაწილეა, ძალიან დიდი სიხარულია ეს. თუმცა არ გინებს იმის შეგრძნებას, რომ ეს არის არანაირი პრივილეგია ეს არ არის. და თქვენ თვითონ ჩვენ ხო ხალისობდით, რომ ანდრე ჟიდი არის დღეს ჩემი გადაცემის პროდიუსერი და ისი ერთიორჯერ მოიყვანეთ ეს ავტორიტეტული ისე რომ ვიფიქრე ამ რაღაც ფორმატში მონაწილეობს მეთქი ანდრე ჟიდი და საუბრები. ხო არა ჩემი საყვარელი არის როცა გავლენებზე და ხელოვნების საზღვრებზე მიდგება ხოლმე საქმე და თქვენ ერთ-ერთ ტილოს გვესე რომ საზღვრების ძიებაში და თვითონ ხო ეს ჩემი პროდიუსერი ამბობს რომ ბედნიერი ვისაც ძალუც ამ საზღვრების გაფართოება და რომ ერთგვარად ხელოვნებას საზღვრები კი აქვს მაგრამ ეს საზღვრები გამუდმებით შენში არის და შენვე უნდა გააფართოვო და თქვენ შემთხვევაში ეს საზღვრები თვითონ ფერწერას აქვს რაღაცა საზღვარი წარმოგიდგენიათ რომ ოდესმე აღარ იქნება ადამიანს აქვს ეს საზღვარი ფერწერა ამ შემთხვევაში გზა არის მსახურების ერთ-ერთი ვერაცდები ადამიანი ხა საუბრისას იმას რომ რამე მე მანერულობას ვერ ვიტანა ვერც მხატვრობაში და ვერც საერთოდ ნუ ვერ ვიტან როგორ ეხლა რა ნათქვამია ეს ვერ ვიტან ნუ რაღაცნაირად მიშლის ხოდა სულ ვერიდები რომ რაღაც ესეთი უცებ მაგრამ ანუ არის რომ რაღაც არსებობს ძნელია გაექცე რამე აღმატებულ დეფინიციას ან ცოტა პათეტიკას ზოგჯერ არის რომ ვერ გაექცე თუმცა გააჩნია როგორ იტყვი ამას და როგორ მოიყვან აი საზღვარი ახლა ნუ გასაგებია გაფართოებაში რა იგულისხმება საერთოდ კულტურას და კერძოდ ახლა ხელოვნებას რაც ერთ-ერთი ნაწილია კულტურის სივრცე აპრიორი ყველა შემთხვევაში ჭირდება იმიტომ რომ მე ამას ახლა როგორ გითხრათ იცი აი სანამ საზღვრამდები მივალ მე უბრალოდ მაგალითს მოგიყვანთ აი ყოველთვის მირჩევნია ვიჯდე ჩვენ სინამდვილეში ქართულს მახსოვს ახალგაზრდობიდან მერჩინა ყოთის ძალიან დიდი სუფრა ვიდრე პატარა თუ ეს იყო არა ჩვენი მეგობრულე სამზარეულოს რასაც ვამბობთ და უბრალოდ შეხვედრა არამედ იყო სუფრა რომელიც რაღაც გარკვეულ პროტოკოლს გულისხმობს არა ჩვენებურს რომ აი თამადა და ასე შემდეგ რატომ ერჩინა დიდი იმიტომ რომ დიდ სივრცეში ძალიან ადვილი იყო საკუთარი ავტონომიის მოძებნა დიდ სუფრაზე და თამადა სადაც ვერ მოგწოდება ბოლომდე და იქ სადაც ისეთი ფორმატია რომ თამადასთან უშუალო კონტაქტი გაქვთ გარკვეულწილად შეზღუდული ხარ უფრო რა თქმა უნდა ეხა თამადას გააჩნია მაგრამ ნუ ეხა ჩვენ იმის არ იყოს პოლიტიკაშიც და ცხოვრებაშიც არ უნდა ინსტიტუციები რითია კარგი რომ კი არ უნდა ველოდოთ კეთილ ხალხს ან რაღაც მორალური იმას არამედ ნუ უნდა კონსტრუქცია გავაკეთოთ კომპოზიცია ისეთ სადაც ნაკლებად იქნება შესაძლებელი ხომ ახირებული თამადის ყოფნა დაუშვათ რა ეს ყველგან ესეა ჩვენი თუმცა ჩვენი ხასიათი ამას ეხმარება რა მაგრამ დიდი სივრცე კარგია დიდ სივრცეში უფრო ადვილია საკუთარი საზღვრის მოძებნა ეხლა საზღვარი ადგილი საიდანაც სამყაროს ხედავ თუ ეს ადგილი ყოთაჭილაძეს აქვს რახან მოდის ადამიანი თავის ადგილი უნდა გქონდეს ну მე აღარ გავაგზელებ ეხლა რა და როგორც არის რომ მეორე რამეს უნდა შეაჩვიოს თავის სხეულიც მართლა სულიც გონებაც რა ცხოვრება უნდა გაიაროს და ადგილი საჭიროა ხედვის რაკურსია აუცილებელი და მე იმასაც არ ყვევ რომ თურმე უფრო შორს კი არ ხედავს ფიზიკურად ეს პოეტია თუ მხატვარი უფრო მაგარი მხედველობა და კარგი ოპტიკა კი არა აქვს უფრო ღონიერი არ არის არაფრით უკეთესი არის უბრალოდ რაკურს მოძებნის ხოლმე ისეც ყველასთვის ჩანს მაგრამ ის ხედავს ყველანი უყურებთ ის ხედავს საზღვარია როცა ამბობს ახმატოვა რომ თითის წვერებზე უნდა იდგეს პოეტი მთელი ცხოვრება რა ვარია თითის წვერებზე ცხოვრება საზღვარია ანუ არა უბრალოდ გაფრენა იქ როცა მიზიდულობის კანონს არღვევ და მე დაგამიწებენ და ასე შემდეგ არამედ ნუ აი ეს ხო გესმით აი მატის შეეძლო ეს მთელი ცხოვრება თითის წვერებზე მაგრამ ჩვენ არ შევგვიწუხა
ჩვენ უყურებთ, რომ ეს იყოს სიამოვნებით კეთება, მაგრამ გარკვეული, რა თქმა უნდა, დისკომფორტი არის. დაუბრუნდები ახლა მსხვერპლის ამბავს, რომ ეს არის. სიცოცხლეებზე რო დგახარ. შემდეგ რომ ამას მოიპოვებ 30 წელი ეს გამოცდილება არის ყოველდღიურ ჩირკედელობა. ახლა დასული ადამიანი ფუნჯით ხელში რო ერთობა, არ არის თლად ნორმალური შემთხვევა, მაგრამ ანუ რაღაცა უნდა იყოს ისეთი, ხო, რომ ეღირდეს. გარედან რო შეხედო, ხო, არ იწევს არაფერს, როდესაც კაც ხნული გაყავს დასრულს პირიქით, რაღაც არის ამაში. რაღაც ღირებული არის, ვენახი ნებისმიერი ექიმი, პედაგოგი რაც ხატავს რა, ანუ აი ფუნჯებით უჭირავს ხელში და თან კიდე ამის სერიოზულად ახმა ძალიან ძნელია, ძალიან. მე გვერდიდან უნდა შეგეძლოს ეკონტროლო, მაგრამ კიდე ვიღაცას დააყვედრო ესა და კიდე საზოგადოებას ან მოსახლეობას, საზოგადოება აი არ ყავს, მაგრამ მოსახლეობა ყავს. და მოსახლეობა ხო არის ჩვენ. მოსახლეობას კიდე დააყვედრო რომ მე ვხატავ. გესმით? და საზღვარი უნდა მოძებნო. ეს არ არის ეთიკური, ეს არის საზღვარი, სადაც ხედავ. მაგრამ ეს აი აქ არის ზუსტად პროპორცია, ყველაფერი რაკურსი არ უნდა დაკარგო. ანუ მოდი ვთქვათ, რომ დიდარს უმის გამოკერო ბევრი ფული აქვს გაუჭირდება. როგორც სიცხუჩი, არამედ მესაკუთრეს, რომელმაც ისეთი საზღვარი გაიკეთა, რომ სივრცე დაკარგა. ანუ აქ უკვე აი პროპორცია. აი რამეა პროპორცია, ზომა, წონა, ეს ისინია, ხო იცით, დეფინიცია, რაც კულტურაში არსებობს კრიტერიუმებისთვის. აი იმ ზომის უნდა იყოს ეს, იმ პროპორციის. ეს ტერიტორია ესეთი უნდა იყოს, რომ მეტი დაინახოს. საქართველოსთან ძალიან მაგრად ჩანს სამყარო. გესმით, სხვა საზღვრებია ეს. კეთილი, ძალიან სამწუხაროდ არ უნდა იყოს, ახლა ჩვენ საზღვარი უნდა დავუდოთ ამ ნაწილს გადაცემის, იმიტომ რომ ნინა კვანიშევსა ჩვენი დრო ამოიწურა, თუმცა მომდევნო საათში ჩვენ ისევ გავაგრძელებთ საუბარს ლევან ლაღიძესთან ერთად. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და გადაცემის სტუმარი მხატვარი ლევან ლაღიძე, ჩვენ ვაგრძელებთ მასთან ერთად საუბარს და მოდით რაღაც გვინდა არ გვინდა ეს ჩვენ საინფორმაციო ორჯერ იყო უკვე ამაზე საუბარი და რაღაცა ჩვენი სასწავლო დაწესებულებების ამბებს უნდა შევეხოთ, რა ვშვებით, რას ვაკეთებთ, სწავლობთ რამეს, არ სწავლობთ რამეს, რატო ორჭყნით ერთმანეთს. ახლა ესეთ კითხვას არ ველოდი, იმიტომ რომ რთული კითხვაა. ძალიან ჩემთვის რთული, იმიტომ რომ არ ვიცი მე სინამდვილეში დღევანდელ დღეს სახვითი ხელოვნება საკმაოდ რთული ეს აკადემიური სისტემა სწავლების, მანამდე მომზადების და მაინც არ თვლი თავს მაინდა-მაინც კომპეტენტურად, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს აი იმპრესიონიზმის მერე მაინც გაიმიჯნა ეს ორი პროფესია, ასე თუ ისე პედაგოგობა და მხატვრობა. რატომ? იმიტომ რომ იყო სტატის და შეკრების დამოკიდებულება. ეს იყო სრულიად ბუნებრივი პროცესი, როდესაც ტექნოლოგიურიდან დაწყებული ყველაფერი შეგირდი მონაწილეობდა. დღეს ძალიან რთულია. მე მგონი ყველგან უჭერთ. დეფინიციები არ რთული, სახელდებები არ რთული. რა არის მხატვრობა, რაში გამოდგება და როგორ არის. მოდით სასწავლო პროცესამდე უნდა გაირკვეს ჩვენ რა კითხვა უნდა დაისვას. აი არის სინამდვილეში სახვითი მხატვრობა თავის თავად, ასე როგორც ასეთი დარგი, მას აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ლოგიკა მიუხედავად ამინდისა, დროისა, პოლიტიკისა და ასე შემდეგ. მე მიმაჩნია, რომ აქვს ისევე როგორც პოეზიას, იმიტომ რომ სრულიად უაზრობაა, როდესაც დარგობრივ ლოგიკას, ენობრივ ლოგიკას გაცდები იმ იმედით, რომ უფრო გააფართოებ თვალსაჩინოს. მე ვფიქრობ, პირიქით ხდება. რაც უფრო პოეტი რჩება პოეტურ ლოგიკაში, იმიტომ რომ პირველ რიგში მაინც პოეტური უნდა იყოს პოეზია და ამის შემდეგ ძალიან ბევრნაირი. ამიტომ თვალსაჩინო ფართოვდება იმ შემთხვევაში, როდესაც შენ ერთგულებ ლოგიკას. ანუ ჯიუტი ერთგულებას ვეძახი მე ამას და როდესაც შენ ცდილობ
გააფართო და სხვა მედია შემოიტანო ან სხვა სამეთყველო ენა, რასაც მე სრულუფლებიანად ვთვლი, უბრალოდ ჩემთვის არის ასე და არა ეს არ არის რეცეპტი. თუმცა უნდა გითხრათ, რომ როგორც ბოლო დროს ირკვევა, ურეცეპტოსაც არ შეიძლება თლად. თლად ურეცეპტობას არ ვარგა თურმე. და მაგაშიც თანახმა ვარ რა, რომ არის გარკვეული ჯანმრთელობისთვის, ამ შემთხვევაში ვიტყოდი სულიერი ჯანმრთელობისთვის დამარღვეველი პროდუქტი არ უნდა მიეწოდებოდეს. I imagine ჩვენ ესე დავცად საკითხი, რომ ჩვენ ხალისობდით კიდეც რა თქვენს ბრძანეთ, რომ ეს თქვენსავთ კითხვებს და გზა თვითონ ისე ანდრეჟიც არა სხვა ჩემ პროდიუსერს დავესესხები სხვა ფილოსოფოს, რომ ფილოსოფია არის არსაიდან მომავალი და არსაით მიმავალი გზების გადაკვეთაზე მდებარე პუნქტი და თან მეორე ამატებდა, რომ ეს არის ბუნდოვანი პასუხები გაურკვეველ შეკითხვებზე და ალბათ თარიღობრივი ფილოსოფიის არის ეს, რომ გამუდმებით ერთი და იგივე საკითხი დგება და ყოველთვის შეიძლება სხვა გადაჭრა მოეძებნოს ყველა სხვა ეპოქაში მისი შესაბამისი. და ამ შემთხვევაში იგივე თავისუფლება ეს არის მუდმივი საკითხი ადამიანის ყოფისა და მით უმეტეს ამ შემთხვევაში როცა ესე თქვენ დაგესესხებით, როცა ადამიანს რაღაც ის პრეტენზია. თქვენ დაგესესხებით არ მომწონს რა. არა, ხო კი ბატონო, აღარ გესესხებით და ეს მეტი მოგეთხოვება, როცა რაღაც იცი, როცა აქ მაშინ ხდები ხო კულტურული ადამიანი იგივე გნებავთ პოლიტიკური ცხოველი. აი ამ შემთხვევაში თავისუფლების შეძენა პროდუქტისა, რომლის ყიდველი შეიძლება იყოს მალფუჭებადი ხო? ესა. ხო, ეს ახლა მე დღეს ცოტა ესეთია ახლა, ასე ვთქვათ, ხარტულად სათქმელი არა, მაგრამ ხო მართლა ესეთი პროდუქტია. იცით რა არის, ყველაფერს გააჩნიათ ყობა თავისი ფასი მაინც. ღირებულებები და ფასეულობები, რომელიც არის ამის მიღმა, მაინც იგულისხმება, რომ ჩვენ ამ ღირებულებებთან კონტაქტს მოიპოვებ რაღაცა გადასახადის ხარჯზე. ამას ჩვენ შეგვიძლია მსხვერპლი დავარქვათ, მაგრამ შეიძლება დავარქვათ გადასახადი. და თავისუფლება ეს არის პროდუქტი, რომელსაც ყველაფერი უნდა გაიღო. და მას არ გააჩნია ეს თვისება, რომ შენ ის იყიდე და გარანტირებულად შენია. მესაკუთრე ვერ გახდები მისი, იმიტომ რომ ყოველდღიურად უნდა გადაიხადო. და მალფუჭედი მართლა ესე გამოდის, მომხმარებელი შეიძლება იყოს, მალფუჭე თავისუფლება არ შეიძლება. ის ღირებულია ყოველთვის. გარდა მაგისა, კარგი საზომიც არის კრიტერიუმი შემოქმედებით პროცესში, რაც კი ხდება თავისუფლების ხარჯზე, უკვე შეგიძლია თავიდანვე აღარ მიაქციო ყურადღება, იმიტომ რომ ეს რაღაც გუმანით ხდები, რომ რაღაც საკუთარი თავი რომ მოგწონს უკვე რა და რო ვეღარ გაგირკვევია და მესუ მეშინია ხოლმე, რომ როგგონია რომ მედიტაცია და დაშტერება აღმოჩნდება მერე და ან საკუთარი ნამოქმედარით თვითკმაყოფილება და ასე შემდეგ. ისევე როგორც თვითგმებაც არ არის მაინც კარგი. ეს არის პროცესი, ეს არის გზაში ყოფნა. შენი გზა თან. მაგრამ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რატომ? იმიტომ რომ შენ გაგყავს ხნული, რომელსაც არ უყვარს ბოლომდე არ დახარჯვა. არ შეიძლება. არ უყვარს კი არა, არ გამოვა. არ გამოდის, მართლა არ გამოვა ეს თითქმის ან ნახევრად, ან ეგება და მერე და ასეთი რაღაცები არა. ეს ან ხარ მთლიანად ცურავ, ან არ ხარ. ამიტომ მე ცოტათი მომწონს ის ტარკოვსკის ის სიტყვები, რომ თუ კი ვინმე გეუბნებათ, რომ ახლა ეს გააკეთა იმიტომ, რომ ეს ისეთი არა, ცოტათი ისეთი ფილმი, რომელიც მისი არ არის, რომ მე სამაგიეროდ ამის ხარჯზე გააკეთებს იმ თავარს და ნამდვილს, ესე არ ხდება. იმიტომ რომ თუმცა შენ თავარი არის, რომ შეუთანხმდე, სახელი დაარქვა. იმიტომ რომ მე არ ვარ მომხრე იმის, რომ ადამიანი წვალობდეს, რომ თან ისიც უნდოდეს და ეს არ გამოდის ერთდროულად. არ გამოვა. არ ხდება ესე ბუნებაში. და არის რაღაცები, რაც მოცემულია საზომად, პროგრამად. უბრალოდ ყურადღებით უნდა წავიკითხოთ, ისე როგორც ყურადღებით უნდა ყურება, მე უცებიდით რაღაც ერთჩვენიერი დღეს, ყველაფერი არის არსებობს, შენ უბრალოდ თავარია
სიფხიზლე. აი, როცა არის საუბარი სიფხიზლეზე, რომ დაინახო და გამოგეცხადო და სიფხიზლე აუცილებელი, ამიტომ არ მიყვარს მე რომ დათვრა დალია და ასხი დალია და მე აი ეს მითები რომ ეს ბოგემური რაღაცები, არა, ეს არის სიფხიზლე. გალაქტიონი არის ძალიან ფხიზელია და ეს არის სიფხიზლეა ეს, როდესაც მას არ ჩაძინებია. როდესაც აი ის აი ასე იყო ვიღაც დადის საქართველოში. ნუ არ ვიცი რა, აი გალაქტიონს მე ნუ და მესესხეთ, მაგრამ მოდი გალაქტიონს დავესესხოთ. მოდი დავესესხოთ იმაში, რომ როცა ჩვენ საზღვარზე ვლაპარაკობთ, სულ სწორია საზღვარი როგორც უსაზღვროებას. ანუ როგორ არის ცით აი რეცეპტივით არის უცებ მოცემული, მე როდესაც სამართლებრივში გადაამოწმე, ისე როგორც ბევრი რელიგიური პოსტულატი შემდეგ საფუძვლად დაედო ევროპულ აი კონვენციებს ადამიანთა უფლებების და ასე შემდეგ. აქვე მინდა ვთქვა, ისევ გადავხტები თემიდან თემაზე, მაგრამ რა ვქნა, ეს რახან მომიწვიეთ, ნუ ასე უნდა მომისვინოთ, რა ვქნა ახლა. ვერ შევიცვლები და აი, იმიტომ რომ არ მაქვს არაფერზე პასუხი და იმიტომ დავხტუნაობ რა და როგორ არის, ცით მე აღმოვაჩინე რომ დავიწყე მახსოვს ჩემი თავი რომ თითქმის ყინაღამ გამოჩენილი მხატვარიო თქვეს. მე ეთყობა არ ვიცი აი ძალიან მადლობელი ვარ რომ მე მომეცა იმის ან ადამიანები იყო გარშემო ისეთი მომცეს ამის საშუალება ან ოჯახმა და მალე მივხვდი რომ თურმე პერსპექტიული იყო ჯობია ან და ისეთი ხო იცი და ეხა ვარ მშვენივრად იმედის მომცემის მდგომარეობაში გადავედი და მინდა სულ ესე ვიყო ეხა არ გეგონოთ რომ იმედი და რაღაცა ისე მაგრამ იმედის მომცემი რო ხარ კარგია უფრო კარგია იმიტომ ცოცხალი ხარ აი ძეგლად რო იქცევი აიქცევა ადამიანი რა ხო და სად ვიყავით არ ვიცი თუ კან გავბრუნდებით ამ ლაბირინთში სულ ლაბირინთია ეს ხო თქვენი ერთ-ერთი ტილოც არის სწორედ ლაბირინთი ლაბირინთი ხო ნუ ეხლა იცით რა მე შეიძლება თქვა რომ კრეტა მიკენის ის ლაბირინთი რომელიც არსებობდა ეს ხო ნუ და ეს ლაბირინთი და ეს მე არიადნეც ძაფი მაგრამ სინამდვილეში არის მართლა ეს არიადნეც ძაფი სინამდვილეში არსებობს მე ხვდები რომ არის ეს ყველაფერი არის რომ აი კეისარს მართლა უნდა გადაუხადო კეისრის არის ისიც რომ კომპოზიცია არის მთავარი, მაგრამ ამავე დროს ხვდები რომ ეს ნიუანსიც არის დაწუნებული ქვის ამბავიც არის, ქვათა შეგროვებაც არის, ქვათა გაბნევაც არის. ყველაფერი ეს რეალურ ცხოვრებაში არსებობს. თითის წვერებზე დადგომა უნდა უბრალოდ. და ქართველებს შეუძლიათ ცერზე დგომა. თქვენ ამას არ იტყვით, მაგრამ მე ვიტყვით თქვენის ნებართვით, რომ თქვენი მтквენს არიადნას დაბს რო გაყევით, არ გადაგიხვევიათ და არ გასულხართ სხვა მხარეს, ანუ თქვენ საქმეში ჩახედული ხართ. გადასარჩენად მიყვები და თუ გადაუხო არ ადეკვატური. არა, არის ესეც ხდება ხოლმე, რომ იფიქრებენ, რომ ცოტა სხვაგან გადაუხვენ და თქვენზე საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ მსგავსი თქვენს ხაზში და თქვენს თავისუფლებაში არ საკმარისია. სულ რამოდენიმე თუ დაენახა, კარგია. ნუ რა ვიცი, რა კაი ხალხია, ვინც ამას ამბობს. არ ვიცი, იცით რა. მე უნდა გითხრათ, რომ მეცინება ხოლმე ზოგჯერ ხუმრობ, როგორ არის, რამდენადაც იცი, თუ კი რამ გამოსცადე, თუ კი რამ მოახერხე, რომ ჩაწვდი, მით უფრო ადვილად მზად უნდა იყო, რომ ეს მნიშვნელოვანება წაშალო. რატომ იცით? იმიტომ რომ იმდენად დიდებულია ზოგჯერ წაშლა რა აი ახლა გეტყვით ნახეთ აი რაღაცა არის ძალიან მოგეწონა და მე გეტყვით როგორ როდის მივხვდი რა არის ნამდვილი მსხვერპლი აი ხატორმა რა მსხვერპლი უნდა გაიგოს წლობით გამომუშავებული პროფესიული ჩვევები გარკვეული გავარქვათ ეშმაკობები გარკვეული ხრიკები რომელიც აი მხატვრობაში გამოგადგება და შენ უკვე ჯიუტად ამას და აი 10 წლობით უკვე მართლა და ერთ დღეს ხედავ რომ მე რა ლამაზი დეტალია მაგრამ რაღაცა ვერ ისვენებ რა ნუ აი ეს ქინჯნა რო ახსენე და 10 ხარ წინ და მოგწონს რა თუ სიგარეტს თავი დაანებე ვერ ეწევი ყავას დალევ და შენი თავიც მოგწონს ამ მდგომარეობაში რომ აი რაღაცას წარმოიდგენ ეს მხატვრობა რა ლამაზია მაგრამ რაღაც არ გასვენებს იმიტომ რომ რაღაც ნამეტანი ლამაზია ის პატარა მონასმი, რომელსაც წლობით ცდილობდი. და აი თუ კი აი ამ გამოცდილების წაშლა შეგიძლია, ეს არის ის მსხვერპლი, რომელიც უნდა გაიღო, იმიტომ რომ მხოლოდ იმის გაღების უფლება გაქვს, რაც მხოლოდ და მხოლოდ შენ მოიპოვე. რაც შენ არ მოგიპოვები, იმას რო გასცემ, მაგას სხვა რამე ქვია ადამიანურ ენაზე, იმის ხვისას რო გასცემ რა, ეხლა ეგ და სხვა რაღაცა, მართლა რაღაც სხვა ქვია.
კეთილი, ჩვენ გაცემა დასრულდა. ნინა, როგორც გვანიშნებს ახლა უკვე დავასრულოთ საუბარი, თუმცა მე იმეც ვიტყვი, რომ ჩვენ გზავრებისას გავაგრძელებთ კიდევ საუბარს. უღრმესი მადლობა სტუმრად მობრძანებისთვის. შეგახსენებთ, რომ გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ლევან ლაღიძე, ასევე მადლობა მსმენელს ყურადღებისთვის. გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე.